ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ფასების რეგულირება პროდუქტებზე პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებთან შეხვედრა იწყება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე სხდომას მართავს. მანამდე შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. საკოორდინაციო კომისიას თავდაპირველად სამხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს. მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის სოციალური წნეხის შემსუბუქებაა. სახელდება ვადებიც, დაახლოებით 3 თვეში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს. მთავრობის ადმინისტრაციას და შოთა ფალავანდიშვილს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში გისმენთ შოთა. დავიწყოთ პრემიერ-მინისტრის კომენტარით, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფასნამატების რეგულირება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის დასტაბილურებისთვის. პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა, რომ საკოორდინაციო კომისიის პარალელურად ამ საკითხზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც, ასევე საგამოძიებო უწყებების სავარაუდო კარტელების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივად იმოქმედებენ. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, პრემიერ-მინისტრმა დღეს თავი შეიკავა სავარაუდო კარტელებზე საუბრისგან და თქვა, რომ ამ ყველაფერს მოკვლევა სჭირდება. ზოგადად კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლების მიზანი ფასნამატების რეგულირება და მათი ევროპის სტანდარტებზე გატოლება. პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ კარტელურ შესაძლო გარიგებებს, ამაზე მე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. ჩვენ არ გვინდა ბუნებრივია ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, ბუნებრივი არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დავალოდოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩვენ მთავარია მოусმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს მწარმოებლებმაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისა და დაწევის სივრცე არსებობს და ამ ყველაფერს რეალურად ქსელურ მარკეტებთან მათი ურთიერთობის დარეგულირება მოაგვარებს. მწარმოებლები ამბობენ, რომ თუკი 2020 წელს ეგრეთ წოდებული კეშბექი, ანუ განთავსების საკომისიო 28% იყო მარკეტებში, ახლა ის 46%-ს აღწევს და თუკი ეს პრობლემა მოგვარდება, მაშინ სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ფასების დასტაბილურება. საცალო ფასების ასეთი ზრდა განპირობებულია კომერციული პირობების ზრდით, რაც გამოწვეულია ქსელების მხრიდან მოთხოვნილი გაზრდილი კომერციული პირობების გამო. ანუ დღეს სად არსებობს რესურსი ფასების კლების? ეს შემიძლია გითხრათ, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს გადახედვა ქსელების მარჟების და მათი მომგებიანობის, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. შესაბამისად, მწარმოებლებმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია უკვე გავაკეთეთ, როგორც დისტრიბუტორებმა და ამიტომ საცალო ქსელის ჯერია ამჯერად, რომ გადახედონ მათ საოპერაციო მოგებას და საოპერაციო ხარჯებს, რაც გამოიწვევს ფასების კლებას. ეს შემიძლია გითხრათ. ანუ ქსელური მარკეტების მარჟებია მთავარი წინაღობა ქართული. კი, დაახლოებით 20%-დან გაზრდილია 45%-მდე მათი კეშბექები. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე. მოლოდინი მე პირადად ძალიან დადებითი მაქვს. იმდენად რამდენადაც უბრალოდ ინტერვიუდ არ დარჩა პირველი ინტერვიუ პრემიერის და ამას მოყვა ძალიან სერიოზული განხილვები მასთან და დღესაც ამის დასტურია დღევანდელი შეხვედრა. ბევრი ამ ფაქტორი, ეს ძალიან გრძელი საუბრის თემაა და არსებობს. გენელი შეიძლება იყოს ქსელური მარკეტების მაღალი მარჟა ან კეშბექი. ერთს მაგალითად ვიტყვი ქსელურ სუპერმარკეტებსა და ჩვენ შორის ურთიერთობის პირობები. მაღალი მარჟა? თუ კეშბექი, რომელი კეშბექი ერთ-ერთი მაღალი მარჟა არ ჩვენა გვაქვს, მაგრამ მანდ არც მათ აქვთ მაღალი სხვა პირობები და არა მარჟა. ფასების დაკლება აწყობს ყველას და იმედია ყველაფერი გამოვა. სად არის ეს პრობლემა დღეს? სად არის მაღალ ფასებს? თქვენთვის კომპანიის დაკვირვებით მაგალითად ყველაფერი, ბევრი რამე. მაგალითად კეშბექი მარკეტების გადასახადი არის ეს? ფასნამატების რეგულირებასთან დაკავშირებით ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, უკვე შექმნილია როგორც სამთავრობო შორისო საკოორდინაციო საბჭო, ასევე საგაზაფხულო სესიიდან პარლამენტში დაიწყებს საგამოძიებო კომისია მუშაობას, მიზანი ქვეყანაში ფასების დასტაბილურება. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა დებატების კულტურის დაბრუნება საჯარო სივრცეში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი პირობაა დებატებს ჰქონდეს ჯანსაღი დისკუსიის ფორმა. მთავარი მიზანი კი საზოგადოების ინფორმირებაა. მისივე თქმით, ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად. ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა გქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, უნდა იყოს თემატური. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, მედიასთან კონსულტაციების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. მეც პირადად მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. კიდევ ერთხელ ჩვენი ერთადერთი ამოცანა შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის. დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიულოცეს. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მებაჟეების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში კი გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. დღევანდელ ღონისძიებაზე დააჯილდოეს 20 მებაჟე ოფიცერი. ლევან ფანცხაოს აქვს მეტი ინფორმაცია, ეს ღონისძიებას ესწრებოდა და ახლა კურია შემოერთდება. გისმენთ ლევან. დიახ, საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც სწორედ საბაჟოს საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მთავარი ტრიბუნა პირველი დაიკავა სწორედ პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ამ დროს ჩვენი ქვეყანა ყალიბდება ლოგისტიკის ცენტრად და სწორედ საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები ამ პროცესში არის გადამწყვეტი. პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ამასთან ერთად მადლობას გიხდით ამ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით. თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთან დობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველოს საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელი სამქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველოს თავაზობს. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და ჩვენს პარტნიორებსაც. ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის შქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში. დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად. საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ამასთანავე აზიის განვითარების ბანკის ხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების ახსულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამოგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2658 გადაწყვეტილება.
ეს მაჩვენებელი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას. საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებზე გაკეთდა აქცენტი სწორედ ფინანსთა მინისტრისა და ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან და მათ ასევე ისაუბრეს მებაჟეების როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. თანამედროვე საბაჟო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას. ქვეყანა ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ განვითარებას. გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა როგორც სახელმწიფო, ისევე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი საბაჟო საზოგადოების დაცვის დარაჯოზე ზუსტად ასახავს საბაჟო ადმინისტრაციის თანამედროვე მიდგომებს. საბაჟო დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ტვირთების აღრიცხვის და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირების ორგანო. მისი როლი მრავალმხრივია და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობას. სწორედ ერთობლივი თანამშრომლობით არის მიღწევადი ყველა ის შედეგი, რომელიც ყველა იმ პრობლემის დაძლევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ ინიციირებული პროცესები ინფრასტრუქტურის განვითარების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გაფართოების მიმართულებით. აგრეთვე პარალელურად მიმდინარეობს სრული საბაჟო პროცედურების სრული კომპიუტერული ტრანსფორმაცია, რაც თავისთავად გაამარტივებს და უფრო გამჭვირვალეს გახდეს საბაჟო პროცედურებს. სწორედ ინფრასტრუქტურის და IT ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო მარტივი და კიდევ უფრო ადვილად მიღწევადი იყოს საბაჟო პროცედურები. დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების სერტიფიკატებით 20-მდე საბაჟო ოფიცერი დაჯილდოვდა. მადლობა ლევან ფანცხავა გვერდსვებოდა პარაგრაფიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს ნეიტრალური საქართველო გამოიხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში პარტია ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. ტექსტში ნათქვამია, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან დუმილია მინეაპოლისში არსებულ არეულობასა და საასაზღვრო სამსახურის აგენტების ძალადობაზე, რასაც ორი ადამიანის მკვლელობა მოყვა. მაშინ, როდესაც ისინი მუდმივად რეაგირებენ და გაცილებით უმნიშვნელო პროცესებზე საუბრობენ საქართველოში. ნეიტრალური საქართველო აქცენტს აკეთებს ბოლო 4 წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებზე, დამხობის მცდელობებზე, ძალადობაზე და ქართველი სამართალდამცველების საპასუხო ქმედებებზე, რასაც რიგი ევროპელი ლიდერები მშვიდობიანი მომიტინგების მიმართ ძალის გამოყენებას უწოდებენ. ნანა გოგატაძე მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება გისმენთ. ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო მიდგომისა და ორმაგი სტანდარტის მორიგი ილუსტრაცია ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის არის ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათი დუმილი, მაშინ როდესაც საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ერთი მეორეს მიყოლებით კეთდებოდა განცხადებები, როგორც ვიცით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მინესოტას შტატში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მათ შორის მას შემდგომ, რაც ძალოვანი მეორე დემონსტრანტი მოკლეს ამ ფონზე კი ევრობიუროკრატების მხრიდან დუმილია და სწორედ ამაზე საუბრობს ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებაში და იხსენებენ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პარლამენტთან მიმდინარე აქციებს, რა დროსაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, ასევე სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის ფოიერვერკებს, ასევე იხსენებენ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე ძალადობრივ აქციას, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ღობე შეამტვრიეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სადეს. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ფონზე სამართალდამცველები მოქმედებდნენ უმაღლესი სტანდარტით, ამ ყველაფრის უკან კი პარტია ხედავს deep state-ის ყვალს და არის მოლოდინი იმისა, რომ მომავალშიც მსგავსი უსამართლო მიდგომა საქართველოს მიმართ კვლავ გაგრძელდება.
გამაოგნებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საგანგაშო პროცესებისა და ორმხრივი ძალადობის დაწყების დღიდან მოყოლებული ჩვენ ვერ ვიხილეთ ევროპული ინსტიტუტების თუ კონკრეტული ლიდერების შეფასებითი განცხადებებიც კი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპული ინსტიტუტები, რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები თუ ევრობიუროკრატები არათუ მსგავს, არამედ გაცილებით უმნიშვნელო პროცესებზეც კი მუდმივად მყისიერად რეაგირებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებული რევოლუციური პროცესებია. არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ მომიტინგეთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის სამართალდამცველებისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების, საქართველოს პარლამენტის გადაწვის მცდელობისა თუ სხვა უკანონო ქმედებების მიუხედავად, რაც საბოლოო ჯამში კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისკენ იყო მიმართული, ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა იუველირული სიზუსტით იმოქმედეს და ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე იხსნეს სახელმწიფო უდიდესი საფრთხისაგან. აღნიშნული პროცესები 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ძალადობრივი აქტით დაგვირგვინდა. ამავდროულად წინა შემთხვევებისგან განსხვავებით საქმეში ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხი. მშვიდობიანი დამხობის მიმდინარეობის პარალელურად, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა, სახელმწიფო გადატრიალების ძალადობრივი მცდელობა. ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპელი ლიდერები თუ ევრობიუროკრატები არათუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ გმობდნენ, არამედ სინქრონულ რეჟიმში მოძალადე მომიტინგეებს უჭერდნენ მხარს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, აღნიშნული ძალადობრივი პროცესების ფარგლებში ჩვენ არაერთი ევროპელი ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და ევროპელი ბიუროკრატის აბსურდული განცხადება ვიხილეთ, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებაში უტიფრად ადანაშაულებდნენ. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ BBC-მ ქართულ ოცნებას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერების კამიტის გამოყენება დააბრალა. არადა როგორც გამოძიებამ დაადგინა, კამიტი არათუ მიტინგების დაშლისას არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალგზის მოწოდების მიუხედავად ევროპელ ლიდერებს თუ ბიუროკრატებს არათუ მომიტინგეთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაუგმიათ, არამედ საქართველოში პროცესების რადიკალიზაციისა და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობებში ფიზიკურადაც კი იყვნენ ჩართულნი. ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ მცირე შეჯამებაა იმ სამარცხვინო პროცესებისა, რასაც Deep State-ის მორჩილი აქტორები საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც წლებია ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპული ქვეყნების თუ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიდი ნაწილი Deep State-ის მიერ იმართება. ამავდროულად ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ უსამართლო დამოკიდებულებისა და ორმაგი სტანდარტისა, რასაც საქართველოსთან მიმართებით წლებია ვხედავთ, თუმცა სამწუხაროდ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სწრაფად სვალებად პოლიტიკურ გარემოში, რომელიც ძირითადად Deep State-ის დიქტატით იცვლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებების მაგალითები არათუ შემცირდება, შესაძლოა კიდევ უფრო იმატოს, რადგან სწორედ ასეთია მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვის ფასი. ის რაც სხვა ქვეყანაში დაშვებულია, საქართველოსთვის აკრძალული და დაუშვებელია. მართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავ ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხშირად ევრობიუროკრატები საქართველოს აკრიტიკებენ იმის გამო, რაც მათსავე ქვეყანაში რეალობაა. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენ სახელმწიფოს აქვს პოლიციური უმაღლესი სტანდარტი მომიტინგეებთან ურთიერთობის დროს. მთელი თქვენ წარმოვიდგინეთ, ამ პარლამენტსაც გაუჩნდა ცეცხლი. პრეზიდენტის სასახლესაც იღებდნენ. რა ვიცი, ახლა რამდენი ამე ჩამოთვალა. პოლიციელებს პირდაპირ ესწროდნენ მოლოტოვის კოქტეილს. არასდროს ისეთი საშუალება არ იქნა გამოყენებული, რომელმაც ვინმე სიცოცხლე მოუსწრაფა. საფრანგეთში მწვანე ჟილეტიან თუ ყვითელ ჟილეტიანთან მოძრაობა რო იყო. დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ხო? აი მათი დაშლის დროსაც კი როდესაც ისინი არც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრილან, არც პარლამენტისთვის ცეცხლი არ გაუჩენიათ საფრანგეთში, მსხვერპლი იყო. და აი ასეთი ადამიანები ჩვენ რაღაცებს გთხოვდნენ, როდესაც თვითონ არ იცავდნენ ამ სტანდარტებს. ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. მე შემიძლია გავაკეთო, შენ არ შეგიძლია გავაკეთო. მე მივიღებ ასეთ ზომებს, შენ არ მიიღო ასეთი ზომები. მე დავიცავ ჩემს სუვერენიტეტს, შენი სუვერენიტეტის უფლება დაცვის უფლება არ აქვს. უბრალო განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვის ისურვებდნენ, თქვათ, ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში, უბრალოდ განცხადება. შინაურ საქმეებში ჩარევა მონათლეს და რუსთაველზე 6 საგარეო საქმეთა მინისტრი რო გამოვიდა და მიტინგს ატარებდა, ის დემოკრატიულ პროცესად. მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ ვრცელი განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპიდან წამოსულ კრიტიკასა და უსამართლო დამოკიდებულებაზე მედიამ დღეს კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. ირაკლი ყობახიძე ურმაგ სტანდარტსა და ევრობიუროკრატების მხრიდან უარგუმენტო ბრალდებებზე საუბრობს. მე პირველ რიგში ჩვენს შემთხვევას გავიხსენებ, გახსოვთ რომ თავის დროს ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინუსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენ სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის რაც გახსოვთ ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. მინეაპოლისში დემონსტრაციები გრძელდება. მოქალაქეების საბეჯო ოფიცრის მხრიდან 37 წლის მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მინესოტაში ძალოვანების მიერ ანტისაიმიგრაციო რეიდის დროს ეს მოქალაქის მკვლელობის მეორე ფაქტია. ირკვევა, რომ მოკლული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მედიკოსად მუშაობდა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფედერალურ აგენტებს ის ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სამართალდამცველების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა. მედია წერს, რომ ოფიციალურმა ვერსიამ აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცველებში მოსახლეობის დიდ ნაწილსა და დემოკრატ კანონმდებლებში, რადგან ადგილზე გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ პრეტის ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი. მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის გამო ქალაქის მერი და გუბერნატორი ტრამპმა პროცესების წაქეზებაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ აჯანყების შესახებ აქტს აამოქმედებს. ეს არის მე-19 საუკუნის კანონი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოების ფუნქციების შეთავსების უფლებას აძლევს სამხედროებს. ორი მინესოტელი უკვე დავკარგეთ. ვეკითხები დონალდ ტრამპს, რა გეგმა აქვს? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფედერალური აგენტები ჩვენი შტატიდან წავიდნენ? თქვენ გგონიათ, რომ შიში, ძალადობა და ქაოსი დაგვაშინებდა? აშკარაა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეთ ჩვენი ხალხი. დონალდ ტრამპმა ეს 3000 გამოუცდელი აგენტი მინესოტადან უნდა გაიყვანოს, ვიდრე კიდევ ვინმეს მოკლავენ. სასაზღვრო პატრულის ოფიცრებს მიუახლოვდა პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ოფიცრებმა მისი განიარაღება სცადეს, თუმცა ეჭვმიტანილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. აგენტმა თავდაცვის მიზნით ისროლა. მედიკოსები დახმარების მიზნით ადგილზე მყისიერად მივიდნენ, თუმცა მძიმედ დაჭრილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ეჭვმიტანილს ჰქონდა საბრძოლო მასალის 2 მჭიდი, რომლებშიც ათეულობით ტყვია იყო. თან არ ჰქონია პირადობის მოწმობა. როგორც ჩანს, შემთხვევის ადგილზე ის სამართალდამცველების მოსაკლავად და მაქსიმალური ქაოსის შესაქმნელად მივიდა. როდესაც ადამიანი იდეოლოგიურად ძალადობს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს შიდა ტერორიზმია. საკუთარი სიცოცხლისა და სხვა ოფიცრების უსაფრთხოების დასაცავად სასაზღვრო პატრულის ერთ-ერთმა აგენტმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. როგორც ჩანს, თავდამსხმელს სამართალდამცველებზე მასობრივი თავდასხმა ჰქონდა განზრახული. შემთხვევიდან მალევე ადგილზე 200-მდე დემონსტრანტი მივიდა. საზოგადოების და სამართალდამცველების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენი სამართალდამცველების მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტინ ნოემმა. სამართალდამცავი ოფიცრების საქმიანობის ხელის შეშლა ან მათზე თავდასხმა კანონის დარღვევაა და ასეთ ქმედებებს დაკავება მოყვება. ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე ჩანიშნული მოსმენა. კიდევ ერთი თემა, რაზეც დღეს პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით ფაქტი, რომ მომხსენებლები ჯო უილსონი და ლორა თორნტონი იქნებიან უკვე ბევრი რამეზე მეტყველებს. დისკუსიის მიზანი კი მისი თქმით ამერიკულ-ქართული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლა. ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე 28 იანვარს არის ჩანიშნული მსჯელობა. სხდომაზე სწორედ ლორა თორნტონი წარსდგება საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2005 წლიდან სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას აქტიურად ეწევა და მას სექსუალურ მოძალადეს უწოდებს.
ჩვენ ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ის თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გახსოვთ მათ შორის კალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. დადებით მიზნებს ვერ ემსახურება, ეს თავისთავად ფაქტია, ხო? ანუ თქვენ ხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. რა თქმა უნდა, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე მგონია, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის. საჰაერო განგაში იყო დილიდან უკრაინის ნაწილში ოკუპანტებმა ნიკოლაევის ოლქს შეუტიეს, დაშავდა 4 ბავშვი. აფეთქებებია ზაპოროჟიესის, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი. რთული ვითარება კიევში, დედაქალაქში ელექტროენერგიის გარეშე 800,000 აბონენტია დარჩენილი. თავის მხრივ უკრაინამ გამთენიისა იერიში მიიტანა რუსეთის ტერიტორიაზე. კრასნოდარის მხარეში სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, არიან დაშავებულები. პარალელურად უკრაინა ევროპისგან და შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელის, რაც ზელენსკის განცხადებით ომის დასრულების თარიღს განსაზღვრავს. უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ეს განცხადება რომის პაპმა ყოველკვირეული მესის შემდეგ გააკეთა. პონტიფიკოსი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული თავდასხმები ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს. მოწოდებ ყველას გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად, ამბობს ლეონ მე-14. Insieme con questi ragazzi ირანის შტატებს აფრთხილებს. როიტერს ისლამური რესპუბლიკის მალჩინოსანმა განუცხადა, რომ ქვეყანა ნებისმიერ თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად აღიქვამს. თეირანის ცენტრალურ მოედანზე ქვეყნის ხელისუფლებამ გიგანტური ბილბორდი გამოფინა. მასზე გამოსახულია დაზიანებული ამერიკული ავიამზიდი, რომლის გემბანიც მოფენილია ცხედრებით. სისხლის კვალი კი ამერიკის დროშის კონტურებს იმეორებს. არის სლოგანიც, ვინც ქარს ათესავს, ის ქარიშხალს მოიმკის. მედია წერს, რომ ბილბორდი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ამერიკული ფლოტი ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. ტრამპი სამხედრო მოქმედებით იმუქრება, თუ ირანი მშვიდობიანი მომტინგების მკვლელობას გააგრძელებს ან დაკავებულებს სიკვდილით დასჯის. ჩინეთის ყველაზე გავლენიან გენერალს ამერიკისთვის ბირთვული საიდუმლოების გადაცემაში ადანაშაულების ინფორმაციას Wall Street Journal-ი აღწერს. გამოცემამ მოიპოვა ცნობა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჭანგ იოუსიას ბრალადება შტატებისთვის ჩინეთის ბირთვული შეერაღების პროგრამის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ანაცვლოდ თავდაცვის მინისტრად ოფიცრის დანიშნა. ანტისამთავრობო დემონსტრაციები ალბანეთში ოპოზიცია კორუფციული ბრალდებების გამო პრემიერის გადადგომას ითხოვს. ირანაში აქციები ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა. მედია წერს, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ესროლეს. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ. დაკავებულია 17 მოქალაქე. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი და 14,000-ზე მეტი გადადებული ავიარეისი, დახურული სკოლები შეერთებულ შტატებში უამინდობა. ქვეყნის 20-ზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველაზე მეტად კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა დაზარალდა. დიდთოვლობა და ყინვა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც. სკოლების დიდი ნაწილი დროებით დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა. მეტეოროლოგების პროგნოზით დღეიდან თოვა უნდა შეწყდეს, თუმცა ძლიერი ყინვა და ქარი შენარჩუნდება. საქართველოს პრეზიდენტი კულტურის მინისტრთან ერთად რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლს მიჯაჭულ პრომეთეს დაესწრო. მიხაილ ყაველაშვილმა რობერტ სტურუას და თეატრის დას მადლობა გადაუხადა და რეჟისორის გამორჩეულ შემოქმედებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ყოველ ჯერზე მაყურებელს ახალ ინტერპრეტაციას თავაზობს. სპექტაკლის პრემიერა 2024 წელს შედგა. გამორინეს ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. შეერჩა 19 პროექტი. საგრანტო დაფინანსება 8,475 ლარია. დაცული ტერიტორიების აგენტოს კონკურსის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სოფლის მდგრადი განვითარებაა.
ტანასახვეთილის ტერიტორიაზე უკვე მეორე ეტაპი ჩატარდა აღნიშნული ღონისძიების, რომლებიც სადაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობა. დაცული ტერიტორიების განვითარებასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რასაც შემდგომ გამოიყენებენ და ტურისტებს შეთავაზებენ სხვადასხვა სერვისებს. ძალიან მინდა ჩვენი სოფელი განვითარდეს ტურისტულად. მინდა ჩვენი იდეები განმახორციელოთ ყველა. მისასალმებელია ეს პროექტი, თუ მომავალშიც გაგრძელდება, მივიღებთ მონაწილეობას. საქართველოს ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ქართულ სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს და ნახულობენ საიმიჯო ვიდეორგოლებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, ავია და პიარ კომპანიების წარმომადგენლებთან. გამოფენაში 550-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და მას 23,000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. ტრადიციულად მე-13 წელია ჩვენ უკვე ამ გამოფენაზე დავდივართ ძალიან კარგი შედეგებით. კერძო სექტორთან ერთად, ასევე ქუთაისის DMO არის ჩვენთან ერთად წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, აჭარა, კერძო კომპანიები, ვცდილობთ რომ მეტი კავშირი დავამყაროთ ამერიკულ ტურისტულ კომპანიებთან, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიასთან. სამომავლოდ საქართველოს გაშუქებაზე ვისაუბრებთ, რომ მთელ მსოფლიოს, კერძოდ ამერიკაში, მოვუყვეთ საქართველოს შესახებ და ბევრად მეტი მოგზაური დავაინტერესოთ და შემდეგ ჩამოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ნიუ-იორკში ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 10,000-ობით ვიზიტორი სტუმრობს და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საქართველოს მონაწილეობა ამ ტიპის გამოფენაში. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საქართველოს სტენდთან პირადად გაეცნონ საქართველოში ტურიზმის პოტენციალს და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. გეშტობებით 3 საათამდე თქვენ კი დღის სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.ჭ ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე.